Lexus LFA-ს შექმნის ისტორია არის არა მარკეტინგული კამპანია, არამედ ინჟინერიული მანიაკობა. პროექტი 2000 წელს დაიწყო და როცა 5 წლის თავზე მანქანა მზად იყო, მთავარმა ინჟინერმა ჰარუჰიკო ტანაჰაშიმ ყველაფერი გააჩერა. მიზეზი ერთი იყო. ალუმინის შასი არ იძლეოდა იმ სიმტკიცეს, რაც მას სჭირდებოდა. შედეგად 5 წლის ნამუშევარი დაიწუნეს და ყველაფერი თავიდან დაიწყეს. ამჯერად ნახშირბადის ბოჭკოთი. იმისთვის რომ კორპუსი ერთიანი და უნაკერო ყოფილიყო, ტოიოტამ სპეციალური წრიული საქსოვი დაზგა შექმნა, რომელიც მანამდე მსოფლიოში არ არსებობდა. LFA-ს გული ვიათი ძრავაა, რომელიც იამაჰასთან ერთად ნულიდან შეიქმნა. აქ არ გამოუყენებიათ არც ერთი მზა დეტალი. სარქველები ტიტანისგანაა დამზადებული, ხოლო გუშები ალუმინის შენადნობისგან. ამან საშუალება მისცათ ძრავის ინერცია მინიმუმამდე დაეყვანათ. ის 0-დან 9000 ბრუნამდე 0.6 წამში ადის. ეს იმდენად არაბუნებრივი სისწრაფეა, რომ ანალოგური ტაქომეტრი ფიზიკურად ვერ მოძრაობდა ასეთ ტემპში. ის უბრალოდ ვერ ასწრებდა რეალური ბრუნვის ჩვენებას, რის გამოც Lexus-ი იძულებული გახდა პირველი ციფრული ეკრანი დაეყენებინა სერიულ ავტომობილში. ტექნიკური ბალანსისთვის გადაცემათა კოლოფი უკან დიფერენციალთანაა გატანილი, ხოლო რადიატორები საბარგულის გვერდებზეა განთავსებული. წონის განაწილება 48-52-ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამუხრუჭებისას და მოსახვევში მანქანა იდეალურად სტაბილურია. თვითონ გამონაბოლქვი სისტემაც კი ტიტანისგანაა აწყობილი და აქვს სპეციალური სარქველები, რომლებიც 3000 ბრუნის შემდეგ იხსნება და ხმას პირსავოში უშვებს. Lexus-მა 500-ვე ეგზემპლარი წაგებაზე გაყიდა. თითოეული LFA კომპანიას იმაზე ძვირი უჯდებოდა, ვიდრე მისი გასაყიდი ფასი იყო. ეს არ არის კომერციული პროდუქტი, ეს არის პასუხი კითხვაზე. რისი გაკეთება შეუძლია ინჟინერს, როცა მას ბიუჯეტით არ ზღუდავენ.